დარწმუნებული ხარ, რომ ეს იმუშავებს? არ ვიცი, მაგრამ სახლში კოქტეილები არ უნდა გქონდეს. იქნებ მაშინ ნაყინი გადავაგდოთ? არა, ნაყინს არ შეეხო. გამარჯობა ყველას. გასაკეთება აქ? ლეო, შეხედე. ჰეი, გაიჟდი? ლეო, კოქტეილი დააბრუნე. ჩვენს სახლში კოქტეილები აღარ იქნება. გასაგებია ყველაფერი? შენ რა, თავი რამეს დაარტყი? მე და ლეო მუყურეთ TikTok-ს კრიმას შეიქზე და არ გვინდა რომ ჩვენს იგივე დაგვემართოს. თუ კოქტეილების დალევა გსურთ, გარეთ დალიეთ. კარგი, ლეო, ჩვენთან საუბარი ხომ არ გინდა? ეს წესები შენ თვითონ მოიგონე. აქ შენ არ ხარ უფროსი. დახსნი TikTok-ს და ხედავ რა ემართებათ მან, ვინც ძალიან ბევრ კოქტეილს შვამს. ოშმარია. ღმერთო ჩემო. კარგი, დარწმუნდი? არ მეგონა რომ ასეთი სერიოზული იყო. უფრო სერიოზული ვერ იქნებოდა. ლეო, ხატვაში ორიანი გაქვს? რა არის ეს? ეს კოქტეილია, გადაჯვარედინებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალულია. ახლა ხან ორი კოქტეილი დავლიე. იმედი არაფერი დამემართება. და მე მხოლოდ ერთი დავლიე, მაგრამ მაინც მეშინია. გოგოებო, თუ რამეა უნდა იცოდეთ, რომ კარგი მეგობრები იყავით. ამიერიდან ამ სახლში კოქტეილის ერთი წვეთიც არ იქნება. გასაგებია ყველაფერი? მართალია. დავბრუნდი. კოქტეილის გარეშე ხარ? მე ის უკვე დავლიე. ახლა კი ამიხსენით, რა ხდება? კოქტეილები საშიშია. ჩვენ მათ აღარ ვშონთ. კი, ამელკა, რა სწრაფად მოგატყუეს და არც კი დაეჭვდი. თავად შეხედე. მერე რა? ეს უბრალოდ ტრენდია. ეს რეალური ცხოვრებაა. ყოველ შემთხვევაში, კიტი, თუ კოქტეილების დალევა გინდა, სახლში ნუ მოიტან. გასაგებია. სულ გააფრინეს. საბოლოოდ შვიდად, შემიძლია რომ დავლიო. ლეო ისეთი განგაშის მოყვარულია. ყოველთვის სისულელეებს უყურებს და მათი სჯერა. მუშია, მუშია, პიშო, პიშო. სამსუხარო რომ ჯიმას შეიკი საშიშია. ის ისეთი გემრიელია. სწორედ ამიტომ არის გემრიელი, რომ მეტი ადამიანი ჩაითრიოს. რა მოხდება თუ სხვა კოქტეილები უსაფრთხოა? სურს რისკს ეწასვლა და ამორჩხულის მსხვერპლად გახდომა? დიახ, ყველა კოქტეილზე უარი ვიტყვი და ყავის მაღაზიებსაც კი აღარ უახლოვდები მე. ჯიმი სწორად იქცევა. კოქტეილებზე საუბრობთ ყველა? დიახ, ახლა მათ ჩვენ არასდროს აღარ დავლევთ. მისმინე, ისე შაქრიანი ჩაის კოქტეილად იფლება. და ის მართალია. იქნებ წყალიც აღარ უნდა დავლიოთ? ყურადღებით უყურე TikTok-ს. კოქტეილი ქაღალდის ჭიქებში იყო. კიტი, შეწყვეტე ამ თემაზე ხუმრობა. რა სასაცილო ხარ. კიტი, სად მიდიხარ? სანამ კარგი ამიდია, სასეირნოდ გავალ. ცოტა სპექით გავივლი. ყველაფერი ძირს დაეცა. არა. ეს კოქტეილები იმდენად გემრიელია, რომ ვერ ვუძლებს თუნებას. კარგი, ასე რომ მაგ 4 კოქტეილისთვის საკმარისი მაქვს. შესანიშნავია. მეც მინდა ნაყინი. პრობლემა არ არის. აიღე. რა გემრიელია? ლეო, ფრთხილად ჭამე. გაცივდები. რატომ არ ჭამ? ველოდები რომ ცოტათი გადნება. ნაყინის გადნობას ელოდები? რა გიждდი? მე მიყვარს გამდნარი ნაყინი. რა მოხდა მერე? ამელკა, იფიქრე შენი თავით, როდესაც ნაყინი დნება, ის მილკშეიკად გადაიქცევა.
ხო, ალბათ მართალი ხარ. ასეა. ნამდვილად მართალი ვარ. შენ მე უნდა დამიჯერო. როცა შეჭამ, გრიმას მონსტრი მოვა და საქმე ცუდად გექნება. მაშინ ძალიან სწრაფად უნდა ვჭამოთ. აი, ყველაფერი მე უნდა გასწავლო. ეს მთელი დრისთვის საკმარისია ჩემთვის. თავარია შეუმჩნევლად შევიტანო სახლში. კიტი, როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი რიგზია? შემიძლია დაგეხმარო? არა, საჭირო. და რა გიჭირავს ხელში? არ გინდა მის წაღებაში დაგეხმარო? არა, არ მინდა. რამეს გვიმალა? ო, ისე. კი, აქ სიურპრიზი მაქვს თქვენთვის და არ მინდა ნახოთ. Yes! მე მიყვარს სიურპრიზები. კარგი, მაშინ წადით და მუჩა იხედავთ. თორემ სიურპრიზი აღარ იქნება. წამოდი, ჯინი. კინაღამ დავიწვი. ისეთი გემრიელია. როგორ შეგიძლია ამ კოქტეილების გარეშე ცხოვრება? კიკი, გავიგენო ჩვენთვის სიურპრიზს ამზადებ. რა? ეს გრიმას შეიკია. კიტი, ახლავე ლეოს მოვიყვან. ლეოს არ დაუძახო. შევთანხმდით, სახლში კოქტეილები არ შეიძლებოდა. ისინი სახიფათოა. ამელკა ჭკვიანი ხარ. ეს ჩვეულებრივი კოქტეილებია და არანაირი გრიმასი არ გამოდის. დამიჯერე რა. ხედავ, ჩვეულებრივი კოქტეილია. და თუ ლეო ამას დაინახავს, ის ამას ვერ დაინახავს თუ არ ეტყვი. კარგი, არ ვეტყვი, მაგრამ ამ კოქტეილებთან ფრთხილად იყავი. ამელკა, შენ საუკეთესო ხარ. კიტი, რა შეგჭირდება ამდენი კოქტეილი? ო, ისე. ისინი უბრალოდ ისეთი გემრიელია, რომ ვერ ჩერდები. ჩემი აზრით ეს ნორმალური არ არის. ამელკა, გასულ კვირას 5 ტკბილეული შეჭამე. ასე რომ ჩემი განსჭა შენი საქმე არ არის. მაგრამ მაინც, ფრთხილად იყავი თუ რამე უცნაურ შეამჩნევ. მაშინვე დამიძახე, იცოდე. გასაგებია? გასაგებია. სიურპრიზი მგონი iPhone-ი იქნება. მე მგონია უზარმაზარი დამსხვრია. ისე? კიტის ჯერ არაფერი მოუწია ჩემთვის. როგორ? და შენს დაბადების დღეზე? რატომ და? იცი რა მაჩუქა? სავარცხელი კურდღლებისთვის. საჭირო რაღაცაა. კურდღელი არც კი მყავს. კარგი, რა არის სიურპრიზი? რა სიურპრიზი? ო, ხო, სიურპრიზი. ამდენი ხანია მასთან სიურპრიზზე ვაპარაკობდი, არა? კიტი თქვა რომ ეს ძალიან მაგარი რამე იქნებოდა. სასწაულად მაგარი. რა მაგარია? მოუთმენად ველოდები. ეს ალბათ 10 ტერაბაიტიანი Pro Max ვერსიაა. მომიწევს გარეთ გასვლა და კიდევ კოქტეილის ყიდვა. ო, და რა არის ეს? კოქტეილით ხომ არ დავისვარე? რა სიბინძურია ეს? ლეო მისევ დაყარა ნაგავი. საიმე, ჯანდაბა, საერთოდ არ შორდება. ეს რა საღებავია? ჯინი, ახლა ჩემი ჯერია. გოგოებო, გაიგეთ? ჩვენს ქალაქში გრიმას მონსტრი შენიშნეს. ეს სიმართლე არ არის. შეხედეთ, აქ ფოტოებიც დევს. კოშმარია. მორჩა. ახლა მთელი ქალაქი გასაჭირშია. კარგი. იქნებ გადავიდეთ, სანამ გვიან არ არის. ლეო, მომეცი. კიდევ ერთხელ შევხედავ. მოიცა. ლეო, აშკარაა, რომ ეს ფოტოშოპია. ფოტოშოპია თუ არა, ასეთი ჭორები ნულიდან არ ჩნდება. ლეო მართალია. ჯობია ფრთხილად ვიყოთ. კარგი, ჯობია თევანდელი პაემანი გავაუქმო. ამდენი ხანი ემზადებოდი ამისთვის, მაგრამ ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია. ბევრი ბიჭია, მაგრამ მე მხოლოდ ერთი ვარ. მგონი უკვე გაგიჟდი. კოქტეილები მესმის, მაგრამ გარეთ გასვლაზე უარის ხმა? თუ გინდა მონსტრთან შეხვედრა, წადი. მაგრამ მე ნუ მაიძულებ. ჰეი! შეიძლება ერთი წამით გესაუბრო? კარგი, ეს ალბათ iPhone-ი კი არა, დიდი MacBook-ია. იმიტომ რომ კიტის მისი ტარება თავად არ შეუძლია. ამელკა ფშხილის საქის მოსაშორებელი გააქვს. კი, აბაზანაშია. წამოდი.
აი ისიც. რა არის ეს? ხო, ლეო ალბათ ამას ავრცელებს. მე ეს ადრესს მინახავს. ხო, ისე. მომცემ მოსაშორებელს. ხო და სად მახსის? აირჩიეს. თუ ეს. კიტი, ხელებზე რა გჭირს? გცივა? გაგეყინა თუ რა? არა მგონია. მარა არ ვიცი, მაგრამ ისინი ისფერია და არ ცილდება. კიტი, მგონი ეს ყველაფერი კოქტეილის ბრალია. არა, კოქტეილებს ამასთან ნამდვილად არაფერი აქვს საერთო. კიტი, მთელი ხელი ისფერი გაქვს. ეს ნამდვილად არ არის საღებავი. ეს გაიulis. იცოდე, დამპირდი რომ ამ კოქტეილებს აღარ დადე, მაგრამ ამილკა, მათ აქვთ რაღაც ქიმიკატები. შეიძლება ისინი არ იძახებენ ურჩხულს, მაგრამ ისინი ნამდვილად საშიშები არიან. კარგი. ჩემს ხელებს რა უყო ახლა? არ შორდება. უბრალოდ კოქტეილები აღარ უნდა დალიო და უნდა გაიაროს. კარგი. გასაგებია. ახლა წადი და ლეოს დაემანე. კიტის ჩვენთან თამაში არ უნდა? კიტი ის ჯერ კიდევ სურპრიზს ამზადებს. გონი კიტი უცნაურად იქცევა. იქნებ რაღაცას მალავს? უნდა შევამოწმო. ასე რატომ ფიქრობ? არა, კარგადაა. გრიმასის კოქტეილებს საერთოდ არ სვამს. უნდა შევამოწმო. ხო, კარგი რა. ხო, მორჩა. ლეო ახლა სურპრიზს გააფუჭებს. რატომ? თუ ლეო სურპრიზს დაინახავს, აუცილებლად გაამხელს ყველაფერს. კიტი განაცხადება და სურპრიზი არ იქნება. სუნესა? არა, სურპრიზი მინდა. მაშინ წავიდეთ და ლეო შევაჩეროთ. კიტი პრობლემაში გამხვია. არა, ლეო იქ არ წახვალ. უნდა შევამოწმო. რა მოხდება თუ კიტი კოქტეილებს მალავს? არა, ის კოქტეილებს არ მალავს. ის ჩვენთვის სურპრიზს ამზადებს. თუ გინდა რომ სურპრიზის გარეშე დარჩე? არ მინდა. მაშინ წავიდეთ აქედან. ძალიან მინდა კოქტეილი. 1. წვეთის არ დარჩენილა. კარგი. სავალ, კიდევ რამდენიმე კოქტეილს ვიყიდი. მაგრამ ამელკას დავპირდი რომ მათ აღარ დავლევდი. მაგრამ თუ ერთ პატარა კოქტეილს დავლევ, არაფერი საშინელი არ მოხდება. ამელკა გამიგებს. ერთი პატარა კოქტეილი. კარგი, შეიძლება 2. მაქსიმუმ 3. კიტი, მაინც ზულებ რომ ჩვენ შეგობრებს ნოატყუო. სულ ხარ ამელკა. ახლა მომბისმინე. ბავშვებისთვის სურპრიზი უნდა მოამზადო. ისინი მოუთმენათენიან ამას. მართა ფიქრობს რომ მას მაკბუქს აჩუქებ. ხო, კარგი. მოიცა და სად მიდიხარ? მივდივარ სურპრიზისთვის. კოქტეილების დალევას არ აპირებ. არა? რა თქმა უნდა არა. კოქტეილები დავამთავრე. კიტი, მიხარია რომ მიხვდი რომ ისინი საშიშები არიან. კარგი ამელკა, ჩემი გაქცევის დროა. კარგი, და რა არის ეს? ლეო, ეს რასი პინძურია? თავად არ ვიცი, მაგრამ გრიმასის ლორწოს გავს, როგორც ვიდეოდან ჩანს. ანუ შენ არ ესროლე ეს რაღაცა? რა თქმა უნდა არა. შეიძლება ეს გრიმასის ლორწო არ არის, არამედ სხვა რამე არის. მოცვის სუნი აქვს. კარგი, ეს ნამდვილად გრიმასის ლორწოა. იქნებ რამე გეშლება? ისევ დასუნე აბა? დარწმუნებული ვარ, არაფერი მეშლება. წითელი კოდი. კიტი რაღაცას მალავს. წითელი კოდი. ლეო, რა მოხდა? გოგოებო, ჩვენ სახლში მონსტრი იყო. რა? კოშმარია, საშინელება. სად არის? როგორ გავიდა? არავის გვინახავს.
კარგი, ლეო, ნუ ჩავარდები პანიკაში. შეხედეთ, ბავშვებო, ეს გრიმასის ლორწოა. დედა, მეშინია. გირჩევთ აქედან წავიდეთ. გოგოებო, არა, ჩვენი სახლი უნდა დავიცვათ. მალე დავბრუნდები. ბავშვებო, როგორც კი სახეს დაინახავთ, თვალებში შეაშხურეთ, ვიცი მისი სისუსტეები. ეს ყველაფერი გასაგებია? გასაგებია. რა გემრიელია. არ მესმის როგორ ძლებენ ამ კოქტეილის გარეშე. ვინ შემოდის ასე? კაკუნზე რა სიტყვი? კიტი, დამპირდი რომ არ დალევდი ამ კოქტეილებს. რატომ გააკეთეს? ეს ბოლო შემთხვევაა. მე მათ მეტჯერ აღარ დავლევ. ხო, ვიცოდი. ეს რა არის? ძალიან ბევრი კოქტეილი დალიე. ახლა ეს ყველაფერი კანიდან გამოგდის. ეს რა საშინელებაა? დაუყოვნებლი უნდა გადააგდო შენ ისინი. უბრალოდ მომეცი საშუალება ისინი დავასრულო. კიტი, მგონი არასწორად გამიგე. მიდი, შეხედე შენს თმას. კოშმარია. თუმცა ეს ჩემთვის მისაღებია. ეს უკვე ხუმრობა აღარ არის. ლეო უკვე ფიქრობს, რომ ჩვენ სახლში გრიმასის მონსტრია. და ამას გადავყრი. ნახვამდის ჩემო ზვირფასო. და შენ როგორმე შენ იღბავ თავს და ჩვენთან ჩამოხვალ, რადგან ლეო უკვე ეჭვის შეტანას იწყებს. ამელკა, კიტი მოდის უკვე? კი, ივს მოდის. კარგი, კიტის უნდა უთხრა, როგორ გაუმკლავდეს გრიმას. და აი კიტიც. რა ხდება აქ, ბავშვებო? კიტი, ჩვენ სახლში გრიმასის მონსტრი ყავს. ია, იმედია კოქტეილები არ დალიე, ხო? რა თქმა უნდა, არა. აი კიტი, აიღე. აი, პირდაპირ მის თვალებში უნდა დაუმიზნო. გესმის? კი, კიტი, რა ხდება ამ ჩაცმულობასთან დაკავშირებით? იცი, ყველაფერი სარეცხში მქონდა გარეცხილი და ამათი ჩასმა მომიწია. კარგი, გოგოებო, წავიდეთ. თელ სახლში და ეზოში ხაფანგები უნდა დავაგოთ. კიტი, ჩვენთან ერთად წამოხვალ? კი, მალე დაგეწევით. როგორ შეიძლება ასეთი გემრიელი რამის გადაგდება? კიტი, სად ხარ? ერთად უნდა ვიყოთ. კი, გზაში ვარ. თქვენ წადით, მე დაგეწევით. მიდი, დაგვეწიე. როგორც კი გრიმასი ამღილაკს დააჭერს, მასზე ძლიერი ბადე დაეცემა. თავარია შემთხვევით ჩვენ თვითონ არ დავადგათ მასზე ფეხი. შენ უბრალოდ სადე. ბავშვებო, იქ ქვემოთ მოცვის ხაფანგის არის. ო, ახლა კოქტეილი მინდა. ეს ნამდვილად ბოლო იქნება. მეც აღარ დავლევ. ჯანდაბა, მე უკვე მთელი ფული დავხარჯე. მოკლედ, აქ კიდევ ერთი ხაფანგია. ყურადღებით მომისმინეთ. აქ მოცვს ჩავდებ, როგორც კი გრიმასი სატყუარას შეჭამს, მაშინვე ჩაეძინება და 10 წელი დაიძინებს. არა, 20, სინამდვილეში 30. ო, ლეო, რა საინტერესოა. ეს ისეთი შესანიშნავია. სატყუარები მთელ ეზოში უნდა განვათავსოთ. მომეცი საშუალება გავაკეთო. კარგი, მაგრამ კიდევ ერთხელ მომისმინეთ. ასევე ძაღლს ვაყნოსინე ის ლორწო და როგორც კი მონსტრი ჰორიზონტზე გამოჩნდება, ძაღლი ყეფას დაიწყებს და ჩვენ მისკენ გავიქცევით. თქვენ შესაშხურებელი ქილით, მე კი ჯოხით, ცემას დაუწყებთ და ასე შემდეგ. ვაუ, ლეო, ეს შესანიშნავი იდეაა. კარგი, წამოდი კიტი, მთელ ეზოში სატყუარებს ვაწყობ. უბრალოდ უბრალოდ იყვირე. ჩვენ საშვილად მოვალთ. თუ არ შეგვეშინდება. კარგი. ნახვამდის. შესანიშნავია. ამოგასპარათები. რამდენიმე კოქტეილს ვიყიდი და ვერც კი შეამჩნევს. ჩვენ მას ასე დავამარცხებთ. ეს გასაგებია? ბავშვებო, დინგემ ნახა ჩემი საფულე? იქნებ ხაფანგის დაგებისას გადავარდა? ყოველ შემთხვევაში გარეთ არ გასულხარ, ამიტომ საფულის პოვნა ადვილი იქნება. ბავშვებო, ან იქნებ გრიმასა მოიპარა? ლეო, ის ძალიან დიდია. აუცილებლად დავინახავდით. კარგი, ბავშვებო, ორად გავიღოთ და ამ გასაფულე ვეძებოთ. ჯინისთან ერთად მე მივდივარ.
კარგი, ამელკასთან ერთად წავალ. ჩანდაბა, როგორ გადმოვარდა? ლეო, ეძებე, იქნებ სადმე აქ არის. იქნებ ჩანთა გაგეხა? ნუ ღელავ, ეს ხდება ხოლმე. რა არის ეს? რა არის იქ? ამელკა, გესმის ჩემი? ყველაფერი რიგზეა. სწრაფად მოდით აქ. ვიღაცამ ჩემის ფული მაკდონალდსში დახარჯა. ვინ შეიძლება იყოს? კიტი. ნახე, ეს ნამდვილად კლიმასის ხორცოა. კარგი. ანუ ის აქ იყო? საშინელებაა. გახსოვდეთ, რა თქვა ლეო, დაუმიზნეთ თვალებს. ასე რომ ვიცოდი რომ ის აქ იქნებოდა. სად იმალება? ჩვენის უნდა ვიპოვოთ. შიგნით შევიდეთ. უფრო უსაფრთხოა. გამარჯობა ამელკა. კიტი, ამ კოკტეილების საყიდად ბარათი მოიპარე? კარგი რა. როგორ შეგეძლო ამის გაფიქრება? კიტი, შენ უკვე ყველა ზღვარი გადალახე. სწრაფად მოდი სახლში. სერიოზული საუბარი გვექნება. გონი სერიოზულ გასაჭირში ვარ. კარგი. ასე რომ სასწრაფოდ უნდა დავმალო კოქტეილი, რომ ამელკამ არ წაიღოს. კარგი, ეს კოქტეილი გემრიელია? არასდროს ქონია მეგობრის მიერ ჩემთვის ფულის მოპარვის შემთხვევა. ამელკა ბოდიში. უბრალოდ კოქტეილი არ დალიო. გახსოვდეს, ეს შენი ბოლო კოქტეილია და შინაპატიმრობაში ხარ. მოიცა, შენ არ გაქვს უფლება შინაპატიმრობაში გავუმკეტო. აირჩიე, შინაპატიმრობა ან შვებისთვის თქმა. შემდეგ კი სახლიდან გაგდება. გასაგებია. ირჩევ შინაპატიმრობას. აი, ახლა კი საძინებელში წადი. ვეცდები დაგიცვა. კარგი, აქ იჯდები. ეს შენივე სიკეთისთვისაა. კიტი, სარკეში ჩაიხედე. ამელკა, ხო, კოქტეილების შესახებ მათ არ უთხრა. მაშინ ესეც უნდა წავიღო. მეც შიდან წავიღებ. ამას ვერ გავცემ. ეს უკანასკნელია. კარგი, როგორც გინდა. კოშმარია. რა მოხდა? სად იყავი? საძინებელში. და მანამდე? თქვენთან ვიყავი. რატომ ვიყურებთ ასე? რა დავაშავე? კარგი ამელკა. და როგორ ახსნი ამას? ეს ჩემი არ არის. კი, მაგრამ შენი კიდე. შენი ბარათი შევამოწმე. მაკდონალდსში იყავი. ლეო, როგორ შეძელი ჩემს კომპიუტერში შესვლა? აღმოჩნდა რომ ეს ტყუილად არ გამიკეთებია. შენი ტყუილი გამოაშკარავდა. საფურე დავკარგე. გახსოვთ? კი, ამელკა, შესანიშნავად მოიტყუე. დიახ, ახლა მონსტრი შეგვჭამს შენს გამო. დამშვიდით, ბავშვებო. არავინ შეგვჭამს. ურჩხული არ არსებობს. ბავშვებო, იცით რას გეტყვით? მეჩვენება რომ ამელკა და გრიმასი ერთად მუშაობენ. როგორ ვერ გამოვიცანი მაშინვე? სახიფათო ამელკასთან ერთ სახლში ყოფნა. მიდი. გამიშვით. დაფიქრდი შენ საქციელზე. ეს ყველაფერი კიტის გამოა. მე მას აღარასდროს დავიცავ. ალო, კიტი. შენს გამო დიდ უსიამოვნებაში ვარ. კი, ბავშვებმა სახლიდან გამაგდეს. ჩემი პრობლემები გაცილებით სერიოზულია. რა დაგემართა? არ ვიცი როგორ აღხსნა. მოდი ვიდეო თვალი ჩავრთოთ. კარგი, რა თქმა უნდა, ახლა ვერ ჩავრთავ. კიტი, გაიქეცი. ამელკა მე ვარ. კიტი, შენ გრიმასის მონსტრი გახდი? როგორც ჩანს. არ ვიცი როგორ მოხდა ეს. მაგრამ მე ვიცი, ძალიან ბევრი კოქტეილი დალიე. და რა უნდა გავაკეთო? დაჯექი და დაიმალე. მან დიყავი. ვეცდები რამე მოვიფიქრო. სად არის კიტი? ის ხაფანგებს აწყობდა. კარგი, ალბათ ხაფანგები დაგებული აქვს და სიურპრიზს ამზადებს. მე მასზე ნერვიულობ. წავალ და ნახავ, კარგადაა თუ არა. მაინც შევამოწმოთ. კიტი, აქ ხარ? კი, მაგრამ არ შემოყვიდე. კარგად ხარ? კი, ყველაფერი რიგზეა. შეგიძლია შენი საქმე აკეთო. დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? კი, რა თქმა უნდა, მართა. წადი უკვე. მაინც შემოვალ.
სწრაფად, რა გამოხევით. მოხდა? კარგი, მართა გვიანბე რა მოხდა? იქ მონსტრია, საძინედელში კიტი შეჭამა. საქმე ცუდადა. დარწმუნებული ხარ? დიდია, იასამნისფერი, ფუმფულა. ზუსტად ისეთია, როგორც ვიდეოშია. ნამდვილად ის არის. გოგოებო, ჩვენ მას შევებრძოლებით, როგორც შევთანხმდით. ისე, უკვე გადავიფიქრე. მეც. გოგოები ასეთი სუსტები არიან. მოდი სხვა გეგმა შევიმუშაოთ. კიტი შენ ხარ? და სხვა ვინ? ამელკა დამეხმარე. არ შემჭამ? არა, მე ისევ იგივე კიტი ვარ. უბრალოდ ახლა ურჩხულად ვიქეცი. გარეთ უნდა დაიმალო. ბეწნები ყველაფერი აუხსნა ბავშვებს. გასაგებია. გოგოებო, აქეთ! გოგოებო, როგორ ჩასის გარბის? ბავშვებო, უნდა დავამარცხოთ სანამ სხვას შეჭამს. იქ, ამელკა იქ არის. ამელკა, კარგად ხარ? მისმინე, ლეო, რაღაც უნდა გითხრა. ნუ შეწუხდები, ეზოში ჩვენ მონსტრი გვყავს. გამოდი მონსტრო ახლავე, შენი არ მეშინია. ლეო, ეს გრიმას მონსტრი არ არის. ამელკა, ბრმა ხარ? ეს ნამდვილად ისაა. კიტია, ძალიან ბევრი კოქტეილი დალია და ასეთად გადაიქცა. არ მჯერა. ლეო, მე ვარ, კიტი. როგორ ლაპარაკობ კიტის ხმით? ლეო, დამიჯერე, ეს კიტია. მართალი იყავი, ეს კოქტეილები საშიშია. სწორედ მათ გამო დამემართა ეს. რას ფიქრობ, იქ რას აკეთებენ? არაფერი მესმის. შეგვიძლია საშველად წავიდეთ? არა, მგონი აქ უსაფრთხოდ ვიქნებით. და ახლა რა? კიტი ყოველთვის ასეთად დარჩება? რა თქმა უნდა არა, ჯადოსნური სიტყვები უნდა ვთქვათ. შემდეგ კი კიტი ისევ თავის თავს დაემსგავსება. რა ჯადოსნური სიტყვები? გრიმას წადი აქედან. მოდი ერთად ვთქვათ. გრიმას წადი აქედან. ეს არ მუშაობს. იმუშავებს თუ მაყურებელი ამ ფრაზას კომენტარებში დაწერს. ასევე არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება და და გამოწერა. დააჭირეთ ზარის ხილაკს. წინ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ. ნახვამდის ყველას. კიტი! მიშველეთ!